მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე მინდა ვისაუბროთ. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი მოწერილი კითხვა დაგვიგროვდა ჩვენს Facebook Messenger-შიც, Instagram-შიც და ისედაც პაციენტებიც ძალიან ხშირად გვისვამენ მსგავს კითხვებს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გადაცემისთვის ერთიანი თემა შეგვერჩია. თემა ძალიან საინტერესოა, ძალიან აქტუალური. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გადაცემა იწყება ზაფხულის ცხელ სეზონზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს ის თემა, რომელიც ნუტრიციოლოგიაში ალბათ აქტუალურობას არ დაკარგავს წელიწადის არცერთ დროს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ყავაზე. ყავაზე და არა მხოლოდ ყავაზე, არამედ იმ სასმელებზე, რომლებიც ისე ვთქვათ, ერთგვარ მატონიზირებელ სასმელებად ითვლება, რომლებიც ქართველებს ძალიან გვიყვარს, მეტადრე ქალბატონებს გვიყვართ, ასე ვთქვათ, და რომლებიც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე 1000 გვარი სამედიცინო და არასამედიცინო მითის, ასე ვთქვათ, საფუძველი. ეხლა რატომ? საქმე იმაშია, რომ ყავის მოხმარება, თუნდაც მარკეტინგულად და ფინანსურად თუ განვიხილოთ, არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული დიდი ინდუსტრია. სამომხმარებლო ბაზარზე ეს პროდუქცია არის არც ისე იაფი, არც ისე ადულად ხელმისაწვდომი, მეცაც კეთვით აქვს გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა. სპეციალისტების ძალიან დიდი ნაწილი გვეუბნება, რომ არასრულწლოვან ასაკში და ახალგაზრდებში არ არის აუცილებელი, პატარებში უფრო სწორედ ამ სასმელის მიღება, მისი ბოროტად გამოყენება მით უმეტეს და მთელი რიგი დაავადებების რეესტრი არსებობს, როდესაც ექიმები გვეუბნებიან, რომ ყავა მივიღოთ ან ზომიერად, ან საერთოდაც ამოვიღოთ ჩვენი მენიუდან. მოდით დღეს სწორედ ამ მითებზე ვისაუბროთ, შევეცადოთ ზოგიერთი მათგანი გავაქარწყოთ, ზოგიერთი მათგანი დავადასტუროთ. თქვენთან ერთად ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ ასევე თქვენს მოწერილს და დარეკილებს, ასე ვთქვათ, მე ყოველთვის პასუხობთ ხოლმე და ჩემი თხოვნა იქნება დაგვეხმაროთ ხოლმე მომდევნო გადაცემის შერჩევაში, რომ ეს გადაცემა იყოს საინტერესო და აქტუალური თქვენთვის. რას წარმოადგენს ყავა? როდესაც ამ სასმელის სახელს ვახსენებთ ხოლმე, ყავა პირველ რიგში გვახსენდება რაღაცა დადებითი, პოზიტიური გარემო, ხშირად მეგობრების გარემოცვაში, ასე ვთქვათ, ზოგიერთ ჩვენგანს ახსენდება რაღაცა მისტიური სივრცე, ზოგიერთი კი უბრალოდ იხსენებს ძალიან ლამას საოჯახო პირობებში, ოჯახის გარემოცვაში გატარებულ დილას. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ასოციაციური მეხსიერება, რომელიც გვაკავშირებს იმ გარემოსთან, სადაც ეს სასმელი პოზიტიურად დაილევა. და მართლაც დილა ძალიან ბევრი ჩვენგანის, ასე ვთქვათ, თანხლებია დილის პროდუქტია ყავა და დილა თენდება აუცილებლად ყავის თანაობისას და ზოგიერთი პაციენტი მეუბნება ხოლმე ასეთ რამეს, რომ თუ დილით უნდა რომ ასრების კონცენტრაცია მოახდინოს და უფრო ნაყოფიერი იყოს მისი დღე, აუცილებლად უნდა დაიწყოს ფინჯანი ყავით. პირველ რიგში მე მინდა ყველა ჩვენგანს უთხრა, რომ მე ვთვლი, რომ ყავა უნდა ილეოდეს იმ ლამაზი მისტიური ფინჯნებით, რომლებიც რატომღაც თანამედროვეობამ ჩვენი, ასე ვთქვათ, სამზარეულოდანაც გააქრო. რატომ? იმიტომ რომ ყავის ფინჯანს საკმაოდ დოზირებული ზომა ჰქონდა. დღესდღეობით, როდესაც ჩვენ გადავედით დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ სტილზე ყავის მის, ცოტა უფრო დიდ ჭიქებში ფინჯნის გარეშე, ჩვენთან გაჩნდა ასეთი საჭიროება, რომ დავლიოთ უფრო დიდ საჭიროება არა, ასეთი ტენდენცია, რომ დავლიოთ უფრო დიდი რაოდენობით და თუ ნალექიანი ყავაა, როდესაც ფინჯნით ვსვავდით, იყო ხოლმე რიტუალი, როდესაც ყავას ამოატრიალებდნენ, ან ფინჯანზე დააქცევდნენ ნალექს და ჩვენ ესეთი ჭიქა გვაძლევდა საშუალებას იმას, რომ არ მიგვეღო ნალექი დიდი რაოდენობით. რატომ? საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ნალექიან ყავას ნალექიანად დავლევთ, მაშინ ჩვენ ორგანიზმში აღმოჩნდება მთელი რიგი აქტიური ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც უფრო და უფრო დაამძიმებს, თუმცა ნუტრიციულად უფრო სრულყოფილ და გემოვნების თვალსაზრისით უფრო სრულყოფილს აქცევს პროდუქტს, მაგრამ მე ვთვლი, რომ აი ეს მითითებები, რაც მაგალითად კარდიოლოგებისგან გაქვთ, ანგიოლოგებისგან გაქვთ, რომ არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ყავა, გულისხმობს იმასაც, რომ არ მივიღოთ ის ნალექი, რომელიც შეიცავს ამ აქტიურ ნივთიერებებს. მოდით ახლა ცოტა უფრო დეტალურად წავყვეთ. პირველი და მნიშვნელოვანი დრო ეს არის ეგრეთ წოდებული time management ნუტრიციოლოგიური, ანუ დროის მართვა, თუ როდის უნდა დავლიოთ ყავა. უმეტესობა ჩვენგანისთვის ყავა არის დილის გამაფხიზებელი სასმელი, დღის დასაწყისში ისმება იგი და ტვინი უფრო მკვეთრ ფოკუსირებას და დადებით ემოციებს და იმპულსებს გამოიმუშავებს ყავის მიღებიდან რამდენიმე წუთში. ამას მოყვება
ესე ვთქვათ, ემოციური სტაბილურობა, გამოფხიზლება ადამიანის, იგი უფრო ადვილად იწყებს დილის გეგმარებას და დღეს უფრო წარმატებით წარიმართება, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრ ადამიანთან, თუმცა ყველასთან არა. ზოგიერთი მათგანი პირიქით აღნიშნავს პარადოქსსაც, ამბობს, რომ იცით რამე თუ დილით ყავა დავლია, მე მთელი დღე მოთენთილი ვარ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ურჩევთ ხოლმე, რომ ერთიანი დაწერილი კანონები მედიცინაში არ არსებობს. ადამიანმა ყოველთვის თავისი გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის დალიოს ყავა, უნდა მიიღოს თავისი ორგანიზმის რეაქციაზე დაკვირვების საფუძველზე. თუმცა არის ერთი საერთო საყოველთაო წესი, ყოველთვის ვეუბნებით, რომ სასურველია ყავა არ მივიღოთ ძილის წინ, საღამოს იმ პერიოდში, როდესაც ყავა ხელშეგვიშლის იმისთვის, რომ მოვახდინოთ ფოკუსირება მოდუნებაზე, რელაქსაციაზე, შეიძლება ძილი დადგეს დროულად, მაგრამ სიზმრები იყოს ძალიან მშფოთვარი, შესაბამისად, ეს უკვე ექიმებს გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ იმაზე, რომ არ იყო ასე ვთქვათ, დამშვიდებული ძილის ფაზის წინ ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა და იმიტომაც იყო ესეთი კოშმარული და უშად მძიმე და ვიზუალურად დატვირთული სიზმრები. თანამედროვე გასტრონომიულ პრაქტიკაში დატესტილი თემა არის ყავასთან ერთად, ფინჯან ყავასთან ერთად ოთახის ტემპერატურის ან ცივი წყლის მიწოდების ფენომენი და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რამდენად სწორია და რამდენად გამართლებული. აი აქაც მოსაზრება ორ ნაწილადაა გაყოფილი, ის ნუტრიციოლოგები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ყავასთან უნდა დავლიოთ ფინჯანი ყავა და ის ნუტრიციოლოგები, რომლებიც ამას ასე ვთქვათ, უარყოფენ, ყოველთვის მე ერთ კითხვას უსმევ მათ. როდის და რომელ ყავაზეა საუბარი და რატომ არის ესეთი საყოველთაოდ მიღებული ეს წესი? რა თქმა უნდა, აქ აუცილებელი არის გათვალისწინება ყავის თავისებურებებზე. ჩვენ როდესაც ვისაუბრებთ ცოტა უფრო მოგვიანებით იმაზე, თუ რამდენი სახეობის ყავა არსებობს, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ერთი და იგივე ფორმულით და ერთი და იგივე მიდგომით ყველანაირ ყავასთან არ შეიძლება ვიურთიერთოთ. რატომ? არსებობს უამრავი სახეობის ყავები, რომელთანაც წყლის მიყოლება სასურველი და სწორია და არსებობს ყავა, რომელთანაც წყლის მიყოლება არ არის აუცილებელი, აი თუნდაც განსხვავება მარტივად რომ ვთქვათ, ახლა ამერიკანოსა და ესპრესოს შორის, ესპრესო არის უფრო კონცენტრირებული, უფრო მძიმე, პრაქტიკულად ზოგიერთი თვლის რომ ამერიკანო არის წყლით ესპრესო, გარკვეულწილად ესეც არის და შესაბამისად ამერიკანო უკვე აღარ საჭიროებს დამატებითი წყლის მიწოდებას, თუ ეს არ არის ადამიანისთვის რაღაც უბრალოდ სურვილი რომ დალიოს, მაგრამ ესპრესო სამაგეროდ მოითხოვს. რაც შეეხება ნალექიან ყავას, აი აქ უკვე ფინჯანი წყლის მიყოლებას თავისი სხვა რიტუალური დატვირთვაც აქვს, ეს არის გემოვნების რეცეპტორების დამშვიდება, ნალექის ნარჩენების მორცილება პირისგან, რომელიც დისკომფორტს აღძრავს ხოლმე დაუშვათ იგივე კბილებთან ფიქსირების გამო, ან სხვადასხვა პირის სკრიპტებში, ასე ვთქვათ, პირის ღრუს აპარატის. აქედან გამომდინარე, აქ უკვე ფინჯან ყავასთან წყლის მიყოლებას უკვე სხვა დატვირთვაც აქვს და უფრო კომფორტულად გრძნობენ ადამიანები. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი აღნიშნავს ეგრეთ წოდებული გემოს ნეიტრალიზაციის, ანუ ორგანოლეპტური ფენომენის დაქვეითებას წყლის მიყოლების შემთხვევაში და ნაღდი ყავის მომხმარებლები, თუ შეიძლება მათ უწოდოთ ეს სიტყვა ყავისტები, ხშირად ამბობენ, რომ აი წყლის მიყოლება მე მაკარგვინებს სიამოვნებას, რომელსაც ყავა მანიჭებს. ძალიან დიდი ტექნოლოგიური დამუშავებაა ყავას, სხვადასხვა სპექტრი არსებობს დაწყებული ესპრესო, კაპუჩინო, ლატე დამთავრებული ჩვეულებრივი თურქული ბერძნული ყავით და მთავარი კომპონენტი ყავის დალევისას არის თვითონ ყავა, თვითონ მარცვლოვანი ყავა იქნება თუ სუბლიმირებული, ანუ ხსნადი ყავა, წყალი რა თქმა უნდა და დანამატების სახით პირველ რიგში, პირველ პლანზე გადმოდის აუცილებლად შაქარი, რძე, თუ ესეთი ხდება და სხვადასხვა, მათ შორის ნუშის წვენი, ნუშის ასე ეგრეთ წოდებული რძე, რომელიც ნუშისგან მიიღება და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინგრედიენტები. ზოგიერთი მოყვარული ამატებს მცირე რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელსაც და ეს მას განსაკუთრებულ პიკანტურ, ასე ვთქვათ, არომატს ანიჭებს. კი ბატონო, ესეთი ყავის სახეობებიც არსებობს, თუმცა ისინი ცოტა უფრო ექსტრემალური ყავის მოყვარულებისთვის არის, რა თქმა უნდა, გაკუთვნილი. მოდი გავარჩიოთ ახლა რაც წარმოადგენს ხსნადი და მარცვლოვანი ყავა და როგორია მათი ტექნოლოგიური დამუშავება და რა საბაზისო განსხვავებებზეა დაყრდნობილი. ხსნად ყავას, ანუ ეგრეთ წოდებულ სუბლიმირებულს, ფხვნილად გადაქცეულ ყავას, კიდე თავისი ქვესახეობები აქვს, ეს არის ფხვნილად ქცეული, ეს არის უფრო დიდი გრანულირებული ყავა და აი ამ პროცესში, ამ სუბლიმაციის პროცესში ხდება ხსნადი ექსტრატების გამოყოფა, შემდგომი დეჰიდრატაცია ცივი ტექნოლოგიით და პროცესში მიიღება ძირითადი აქცენტი, უფრო სწორედ მიღებისას კეთდება ხსნად ფრაქციაზე, ხოლო არასტაბილური და ნაკლებად ხსნადი კომპონენტების ტექნოლოგიური ნაწილი იფილტრება და უკვე აღარ მონაწილეობს სასმელის ჩამოყალიბებაში. მეორე ვარიანტი არის მარცვლოვანი ყავა, ჩვენ ყველას გვახსოვს ესეთი რიტუალი, რომელიც საქართველოში ძალიან აქტუალური იყო, როდესაც ჩვენ მარცვლოვან ყავას ვხალავდით,
ვაგრილებდით შემდგომ და სტუმრების თანდასწრებით ხდებოდა მისი დაფქვა. დღესდღეობით ეს რიტუალი ცოტა არ იყოს დროის უქონლობის გამო შემცირებულია, თუმცა ამან გარკვეულწილად დააკარგივნა ყავას საგემოვნო თვისებები, იმიტომ რომ დიდი ხნით ადრე დაფქვილი ყავა, მით უმეტეს არათავდახურულ ჭურჭელში მოთავსებული, კარგავს მის არომატს და დღეს კარგი ყავის მოყვარულებმა იციან, რომ ყავა ჯობია ახალი დაფქვილი იყოს, თუ ის მარცვლოვანი ყავაა, იმიტომ რომ არ იყოს მასში გამქრალი ის საინტერესო ფრაქციები ყავის, რომელიც მას დაუვიწყარ არომატს ანიჭებს. და ასევე ყავის მოხალვის ტექნოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ მოწვევს უფრო მძიმედ, უფრო ღრმად მოხალული ყავა, უფრო ძლიერ მოხალული ყავა, შავ ყავას ვეძახით ჩემს ამას და ზოგიერთ კიდევ უფრო ნაკლებად აქცენტირებული. ასეთი ყავა უფრო მსუბუქია შედარებით, უფრო ადვილად ზემოქმედებს ადამიანის, უფრო მსუბუქი ზემოქმედება ახასიათებს ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა საგემოვნო თვისებებით შესაბამისად იკლებს. აუცილებელი პირობა არის, რომ ყავის მარცვლები არ მივიდეს დაწვამდე და მათი თერმული დამუშავება იყოს აუცილებლად თანაბარ ზომიერი. ფაქტიურად ეს არის არა მოხალვა, არამედ შრობა ტემპერატურის გავლენით, რომელიც მარცვლას აიძულებს გახდეს დეჰიდრირებული, მისგან წამოვიდეს სითხოვანი ფრაქცია, თუმცა არ მიიღოს წვის გემო. როგორც კი ყავაში ნამწვის გემო ვითარდება, ყავა უკვე არც საგემოვნო თვალსაზრისით ვარგა და აღარც ჯანმრთელობის თვალსაზრისით მისი მიღება უბრალოდ ფიზიკურად არ არის რეკომენდირებული. მარცვლოვანი ყავის მიღების შემდეგ ორგანიზმში აქტიურდება რამდენიმე ეტაპობრივი ფარმაკოდინამიკური პროცესი. პირველ ფაზაში დომინირებს მაინც კოფეინი და კოფეინის ეფექტები იწვევს, რომელიც სწრაფად აბსორბირდება ჩვენი კუჭნაწლავის სისტემის მიერ და 15-20 წუთში აღწევს უკვე პლაზმურ პიკს და ასეთ შემთხვევაში დგება კოფეინისათვის დამახასიათებელი ეფექტები. ძალიან ხშირად ზოგიერთი, ვისაც ყავაზე ესე თქვათ პარადოქსულად ცუდი ურთიერთობა აქვს ყავასთან, აღნიშნავს ხოლმე, რომ იცით რა, ყავის დალევიდან 15-20 წუთში მას გულისცემა უჩქარდება, ან წნევა უმატებს და რაღაც გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს. ზოგიერთი მათგანი კი აღნიშნავს თავის ტვინის მხრივ გამოვლენებს, დაუშვათ იგივე დაბრუსხვევას და უფრო იშვიათ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული დისკომფორტი თავის ტკივილის მხრიდან აღნიშნოს. ასე დროს ხშირად გასათვალისწინებელია ის, ხომ არა აქვს ადამიანს ქრონიკული თავის ტკივილი, მორეციდივე თავის ტკივილი, დაუშვათ იგივე თუნდაც შაკიკის სახით, იმიტომ რომ ხშირად ესეთი ადამიანები კოფეინის შემცველს ასმელებს და მით უმეტეს ყავას ძალიან ძნელად იტანენ და მათ შემთხვევაში ყავა რეკომენდირებული საერთოდ არ არის. მეორე აქტიური ნივთიერება, მისი ძირითადი ეფექტი, რომელიც ასევე ყავის ეფექტებთან არის დაკავშირებული, ეს არის ადენოზინ A1, A2-ის რეცეპტორებზე მოქმედი ბლოკადა, ერთგვარი ბლოკადა, რაც იწვევს ნეირონული აქტივობის ზრდას, სიფხიზლის გაძლიერებას, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციის მეორე ფაზის ჩამოყალიბებას, ასეთ შემთხვევაში უკვე აქტიურდება თეობრომინი, მეორე ქიმიურად აქტიური ნივთიერება ყავის, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება შედარებით უფრო გვიან იწყება, უფრო ნელია, თუმცა ხანგრძლივია და დიდი დროის განმავლობაში მოქმედებს გლუვი კუნთების მუსკულატურაზე, იწვევს მსუბუქად ვაზოდილატაციას, ანუ სიძარღვების გაფართოებას, განსაკუთრებით პერიფერულ სიძარღვებში. თუმცა კოფეინის მოქმედება ერთგვაროვანი არ არის მთლიან ორგანიზმზე. თუ სისტემურად ხდება სიძარღვების შევიწროება, თირკმლის სიძარღვებში პირიქით ვაზოდილატაცია, ანუ მათი გაფართოება აღინიშნება და შეიძლება გლუმერულური ფილტრაციის დროებითი ზრდაც მოყვეს, რასაც პაციენტი აღნიშნავს როგორც შარდვის სურვილს. ეს შეიძლება ყავის დალევიდან საკმაოდ მალე დადგეს, ამიტომაც ადამიანები, რომლებიც იმ დღეს გეგმავენ დაუშვათ რაღაცა შეხვედრებს, საქმიანობას და შეხვედრის დროს ხშირად არის ხოლმე გამასპინძლდება ყავით, მით უმეტეს ყავა, რომელიც წყალთან ერთად მოაქვთ, ასე დროს შეიძლება ადამიანმა გამოთქვას, რომ იცით რა, მას არ უყვარს შეხვედრის დროს ყავის დალევა, იმიტომ რომ შემდგომ მას სურვილი აქვს, რომ შარდვის აქტი დადგეს და აქედან გამომდინარე ისინი უფრთხიან, რომ არ ჩაიშალოს დაუშვათ ბიზნეს შეხვედრა და ეს მართლაც ასეა. შესაბამისად, ყავის მიწოდების დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასევე, რატომ ვაძლევთ შეხვედრის დროს ყავას. ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი, ჩვენ დღესდღეობით ნუტრიციოლოგიურად უკვე ვცდილობთ, რომ შევზღუდოთ თეთრი შაქრის გამოყენება, ამიტომაც სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი სვავს ყავას შაქრით, სამაგიეროდ გაჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ყავა ეგრეთ წოდებული სნეკით, სნეკით ანუ მიყოლებით რაღაცა პროდუქტთან ერთად, ხშირად ეს პროდუქტი არის თხილეული, უფრო იშვიათად ტკბილეული, რა თქმა უნდა, გარკვეული ფან-კლუბი არსებობს, რომელსაც უყვარს ყავა ნუშით, ყავა თხილით, ყავა არაქისით, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარს ყავა ტკბილეულთან ერთად, სხვადასხვა ნამცხვართან და ზოგი პირიქით.
ნამცხვარს ოდესაც მიირთმევს, ვეკითხოთ რა უნდა მას ნამცხვართან ერთად რომ მიირთვას, დაგვისახელებს ან ჩაის, უფრო მეტი რაოდენობა კი ყავას. და ეს ერთგვარი გამანეიტრალებელი და ასე თქვათ ტანდემია ორი ნუტრიციოლოგიური ფენომენიც, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას ბადებს და სწორედ ასოციაციურ მეხსიერებაზე თუ ვისაუბრებთ, ყავა რასთან ასოცირდება, ყავა ხშირად ასოცირდება პოზიტიურ გარემოსთან, მეგობრების თავყრილობასთან, სასიამოვნო საუბრებთან, კლუბურ შეხვედრასთან, კაფესთან, რესტორანთან, ზაფხულთან, ზღვასთან, რატომ? იმიტომ რომ ყავა უფრო მეტად ესეთ სასიამოვნო და ბულვარ გარემოში მოაქვს და ჩვენ თუ ჩვენთანაც გავიხსენებთ, ხშირად როდესაც სახში სტუმრები მოგდიან, საუბრის დაწყებამდე თავაზობთ ხოლმე მას ყავას ან ჩაის და ეს რა თქმა უნდა ესეთი ტრადიცია, მე ძალიან მიყვარს ქართული ოჯახური ტრადიციები, როდესაც ჩვენი სტუმარი არ გადის ოჯახიდან ფინჯანი ყავის ან ჩაის გარეშე, ბოლოს მაინც მივახცევთ ხოლმე ჩვენ სურვილს, იმიტომ რომ ქართველებს ძალიან გვიყვართ გასტრონომია და ჩვენ თვლით რომ პატივისცემის ერთ-ერთი კომპონენტი არის ისე რომ სტუმარს გაუმასპინძლდე. და თუ გამასპინძლება ჩვენ არ შეგვიძლია კერძით, მაშინ აუცილებლად თავაზობთ ყავას ან ჩაის სხვადასხვა სნეკთან ერთად. ყავის ძირითადი აქტიური კომპონენტი კოფეინია. თუმცა აი ჩვენ მოწერილებიც გვაქვს მომხმარებლებთან, ჩვენი გვერდის მიმდევრებისგან ასე ვთქვათ და ყავის მომხმარებლებისგან, რომლებიც გვეკითხებენ, რომ არსებობს კომერციულად შეფუთული, მარკეტინგულად ასე ვთქვათ, გახსნილი პროდუქტები, ისეთი როგორიცაა უკოფეინო ყავები და რამდენად მიზანშეწონილია მათი მიღება. აი ეგ ორი ასპექტია გასათვალისწინებელი. პირველი იმისა, ეს არის ჭეშმარიტად დეკოფეინიზირებული ყავა, თუ ეს არის ყავის მსგავსი პროდუქტი, რომელიც მაგალითად მიღებული არის სხვა თუნდაც მოხალული შვრიისგან, ან სხვა პროდუქტებისგან, რომელსაც აქ ყავის მსგავსი სითხის მიღების უნარი, თუმცა არ შეიცავს ყავას და მეორე ვარიანტი ეს არის ის, თუ არის პროდუქტი, ნამდვილად ყავა, მაგრამ მასში კოფეინის შემცველობა არის დაბალი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ალერგიების მართვის დროს, იმიტომ რომ პაციენტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რომელიმე აი დასახელებულ მცენარეზე ალერგია, მას ზუსტად უნდა იცოდეს რა პროდუქტი მიიღო ყავა, მიიღო იგივე ხდება სხვათა შორის მინდა აქვე დავამატო ჩაისთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ძალიან მაღაზიაშიც ნახავთ ამ მნიშვნელებს, ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი არსებობს ჩაისთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე, ჩაის კიდევ უფრო დიდი სპექტრი აქვს, ასე ვთქვათ, პროდუქტების, რომლებიც ჩაით იწოდება, მაგრამ ჩაისთან საკმაოდ შორსაა. ჩვენ და გავარკვიეთ ჩაი მცენარისგან მიღებული პროდუქტია თუ ჩაი როგორც სასმელი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ანწლის ჩაიზე, შტოშის ჩაიზე და უშუალოდ კურკუმა და ჯანჯაფილის ჩაიზე, შეიძლება იქ მცენარე ჩაისგან მიღებული ფრაქცია საერთოდაც ნულოვანი იყოს. და აქედან გამომდინარე ყოველთვიურები ხოლმე რა მიიღეთ? ნამდვილი ყავის ყავა მიიღეთ უკვე, სწორი ყავა, გამართული ყავა თუ ის მიმსგავსებული ყავა, რომელიც კოფეინს არ შეიცავს, ყავის მსგავს შთაბეჭდილებას ბადებს თქვენში, მაგრამ სინამდვილეში ყავას საერთოდაც არ შეიცავს. აქედან გამომდინარე უკოფეინო ყავა შესაძლებელია მიიღოს თავისუფლად იმ პაციენტებმა, რომლებსაც კარდიოლოგისგან დავშა და აქვთ კოფეინის შემცველი სასმელებზე შეზღუდვა, თუმცა თუ ალერგიული ფენომენი არის, მე ყოველთვიურები ხოლმე უნდა დავაზუსტოთ რაზე ალერგია და აქ უკვე კოფეინის შემცველობა მეორე ხარისხოვანია, მთავარი არის რომ მან მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც მისთვის ალერგიული არ არის. თუ ყავაზე ალერგია აქვს, უკოფეინო ყავაც რა თქმა უნდა შესაძლოა მისთვის საფრთხილო აღმოჩნდეს. რა არის დღიური საფრთხილო დოზა? აი ეს არის ისეთი ფენომენი ნუტრიციოლოგიაში, რომელზეც უამრავი დავა, უამრავი გარჩევა და თქვენ დღეს შეიძლება ჩემ ინტერვიუს უსმენთ, მოძიეთ სხვა ჩემზე ნაკლებად არანაკლებად ცნობილი და ბევრად ცნობილი ნუტრიციოლოგის მოსაზრებაც და აღმოაჩინეთ, რომ დღიური დოზა მის მიერ მოწოდებული სხვა ციფრებთანაა დაკავშირებული. ზოგადად ითვლება, რომ უსაფრთხო ზედაზღვარი 300-400 მგ კოფეინია და ჩვენ უფრო ჯობია, რომ აპელირება გავაკეთოთ არა ყავის ფინჯნების რაოდენობაზე, არამედ კოფეინის დღიურ დოზაზე და მე მეცაც გეტყვით, როდესაც მე მეკითხებიან და აი წერენ ჩვენ აქ გქონდა ესეთი მოწერილი რამდენი უმეტეს ცოტა ხნის წინ იყო ჩემი მოხსენება კონფერენციაზე ყავასთან და მის ნუტრიციოლოგ ფენომენთან დაკავშირებით და მეკითხებიან რამდენი ჭიქა ყავა უსაფრთხო, მე ყოველთვის უსმევ კონტრკითხვას, რამდენ ჭიქაზე, რა ზომის ჭიქაზე მესაუბრებით თქვენ პირველი და მეორე როგორ მომზადებულ ყავაზე. იმიტომ რომ არის ადამიანები, რომლებიც მსვამენ ერთმა ყავას და ერთმა ყავა ქართველებისთვის ჩვეულებრივ ნიშნავს ერთ ფინჯანზე ერთ კოვს დაფქულ ყავას და არის ხალხი, რომელიც მიირთმევს 2 მაგს და 2 მაგი ესპრესო მაგალითად, რომელიც საკმაოდ ესეთი ექსტრემალური სასმელია, მე ვიტყოდი. და ასევე რა თქმა უნდა ჭურჭლის ზომა. სტანდარტული ჭურჭლის ზომით თუ მივდივართ, ჩვენ მაგალითად აპარატულ ყავაზე არის ძალიან კარგად ნორმირებული
მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, იქ სპეციალური ჭურჭლები არსებობს, რომელიც არის ქაღალდის ძირითადად ქაღალდი გამოიყენება და მე სხვათა შორის გირჩევთ ხოლმე, რომ უფრო მეტად სასმელად გამოიყენოთ ეს ჭურჭელი, იმიტომ რომ პლასტიკი ყოველთვის არ უძლებს ტემპერატურულ ზემოქმედებას და მე იმასაც გეტყვით, რომ ზოგიერთი პლასტიკი საერთოდაც არ შეიძლება ცხელი სასმელისთვის გამოიყენოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც თქვენ მიირთმევთ ბრენდირებულ აპარატურ ყავას, თუ დააკვირდებით, იქ ყოველთვის სპეციალური თავისი ბრენდირებული ჭიქებია ქაღალდისგან, დაპრესილი მუხავისგან, რომელიც ცხელ სითხესთან კონტაქტის დროს არ გამომუშავებს ტოქსიურ ნივთიერებებს. ეს ისე გადახვევის სახით მინდა თქვა, მაგრამ აუცილებლად აქ უკვე რაოდენობა რო 2-3 ჭიქაში ჩალასხამ, იმიტომ რომ ცხელი არ იქნება, არ თამაშობს არანაირ როლს. თავარია ის, რომ ცხელ წყალთან კონტაქტი აი ესეთ პლასმასებს არ უნდა გქონდეთ. მე ის ნუტრიციოლოგი ვარ, რომელიც ცოტა არ იყოს ვერჩი, ასე ვთქვათ, ნანოპლასტიკების გამოყენებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან მალე შეიზღუდება პლასმასის ბოთლში წყლის წარმოება, იმიტომ რომ საქართველოს უნდა მიაღწიოს, რომ ისეთი ხარისხის იყოს ონკანის წყალი, რომ მოსახლეობას არ კონდეს სურვილი დალიოს ფინჯანიდან, სპეციალური პლასმასის ჭიქებიდან ან პლასმასის ბოთლებიდან. მე ცოტა ხნის წინ გავხდით საზღვარგარეთ და შვეიცარიაში სასტუმროს ნომერშიც კი მითითებული იყო სამწუხაროდ ეს ფოტო წამიშალა, თორემ აუცილებლად დავდებდი ჩვენ გვერდზე, მითითებული იყო მითითება, რომელიც გვეუბნებოდა, რომ წყალი ონკანიდან ისმევა და ჩვენი წყალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის არის მსოფლიოში. ასევე საქართველოს და ჩვენი სასმელი წყალი ონკანში, რომელიც გვაქვს, უნდა იყოს უკონკურენტო და ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს. თუ საუბარი არა, რა თქმა უნდა, სადღაც როდესაც გადავადგილდებით, მივდივართ, უბრალოდ სტუმრად ან ბავშვად ან სადღაც ან ფიტნეს კლუბში მიდის ადამიანი დაუშვათ. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გვჭირდებოდეს პლასმასის ბოთლირებული წყლის გამოყენება. ერთ-ერთი პოპულარული მითი ყავასთან დაკავშირებით აი ამ წყლის მიყოლებას უკავშირდებოდა, ასე ვთქვათ, და ზოგ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ძალიან ძლიერი ყავის მოყვარულები, რომლებიც აღნიშნავენ კანის სიმშრალეს ან მთელ რიგ პრობლემებს, იგივე სხვათა შორის წონის მატებასაც ეხება, ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით ხოლმე, რამდენ ყავას სვამ და ხშირად არის ასოცირებული ყავის მოყვარელებთან წყლის დალევის შეზღუდვა, ან წყლის მცირე რაოდენობით დალევა. თქვენ იცით, სტანდარტული რაოდენობით 30-35 მილილიტრი კილოგრამზე და ასე შემდეგ, რასაც გვეუბნებიან, ყოველთვის მოითხოვს კორექციას. გასათვალისწინებელია სეზონი, რამდენად ცხელი სეზონია, ანუ უფლიანობს თუ არა ადამიანი, მისი ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობა და თქვენ წარმოიდგინეთ საკვების თავისებურებაც კი. სხვათა შორის საქართველოს დღესდღეობით მოიაზრება იმ ქვეყანად, რომელშიც საკმაოდ მაღალია სოფლის მარილის მიღება და შესაბამისად თუ ჩვენ ვიღებთ საკვებს, რომელიც ძალიან დამარილებულია, ეს ნაციონალური თავისებურებაა, სამწუხაროდ ამასთან ვიწევს ბრძოლა, მაშინ რა თქმა უნდა წყლის მიღებაც შესაბამისად იზრდება, მაგრამ აი ყავის მსმელებში ხშირად არის ხოლმე მათთან ესეთი მომენტი, რომ ყავის მსმელ ადამიანებს აქტიურად მსმელზე ალაპარაკი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებზე, რომელსაც ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ვეუბნებით ხოლმე, რომ აუცილებლად აკონტროლოს სასმელი წყლის რაოდენობაც. მაღალი დოზის კოფეინმა რა შეიძლებაო გამოიწვიოს და გარდა იმისა, რომ აქ საუბარია არტერიული წნევის ტრანზიტორულ მატებაზე, გარდამავალ მატებაზე, თუმცა მაღალი დოზით ყავის კოფეინის შემცველი ყავის გამოყენება ესეთი მდგრად წნევის მატებას ჩვეულებრივ არ იწევს, რომ დაუშვათ ნიშნები იყოს ძალიან მაღალზე, თუმცა ადამიანი, რომელსაც აქვს პრობლემა არტერიულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ზომიერად უნდა იღებდეს კოფეინის შემცველ ყავას. შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული ანქსიოზურობა, ანუ მომატებული შფოთვა, ემოციური ფონის მატება პატარა ბავშვებში, მით უმეტეს ხშირად იწვევს ხოლმე ახსნებადობის მატებას. ან პირიქით შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს და ამიტომ ყოველთვის დედიკოებს ვეუბნებით ხოლმე, რომ პატარა ბავშვებს არც უნდა გაასინჯონ ყავა და არც უნდა დაალევინონ, მით უმეტეს პატარა ფინჯანი ყავა ხშირად საკმარისია ხოლმე მათთვის, რომ უკონტროლო ქცევაზე გადადიან ხოლმე და მერე დაძინების პრობლემები აქვთ ხშირად. ასევე შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს კუჭის მჟავიანობასთან დაკავშირებით და აი როდესაც ჩვენ კლინიკაში ბატონ ზაქარიასთან მოდიან ხოლმე გასტრიტიდან გასტროეზოფაგური რეფლუქსით ადამიანები, იმ სანიმუშო დიეტაში, რომელსაც უწევთ ხოლმე და იმ რჩევა რეკომენდაციებში, რომელსაც ბატონი ზაქარია და მე გავცემთ ხოლმე, ყოველთვის უთითებთ ხოლმე, რომ სანამ პრობლემა მოგვარდება და ეს პრობლემა ჩვენი კლინიკისთვის და ჩვენი კლინიკის პაციენტებისთვის მოგვარებადია, ყავის რაოდენობა ან შეიზღუდოს, ან საერთოდაც შემცირდეს, თუმცა გარკვეული ეპიზოდის მერე, რა თქმა უნდა, ნორმალურ დოზირებული რაოდენობით ყავა ყოველთვის ბრუნდება მენიუში.
ასევე საინტერესო ფენომენი არის ის, რომ აი ყავის ფენომენების ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს, როგორც მე უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებები ძილის მხრივაც და სწორედ ამიტომ ძილის წინ ყავის მიღება დაახლოებით 3-4 საათი ადრე არ ურჩევთ ხოლმე და ამ შემთხვევაში იგი გარკვეულწილად ალკოჰოლთან გვაქვს გათანაბრებული, რომლის მცირე დოზასაც კი ძილის წინ ვზღუდავთ. გარკვეული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს გაუფილტრალი ყავის ტიპებს, რომლებიც შეიცავენ დიტერპენებს, ეგრეთ წოდებული კაფესტოლს და კახველს, შესაძლოა ჰქონდეს ძალიან საინტერესო ზემოქმედება ქოლესტერინის დონისთან. აი ეგ მოდის ერთი ძალიან საინტერესო ფენომენი, სხვადასხვა კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყავის დოზირებული გამოყენება შესაძლებელია ამცირებდეს ქოლესტეროლის რაოდენობას, ანუ იმ მავნე ქოლესტერინის საუბრობ, რომელიც დაბალ ფრაქციას LDL ქოლესტეროლი, თუმცა ზოგიერთი კვლევა გვეუბნება და ეს ჩვეულებრივ წინარე კვლევებია, რომ ყავის გამოყენება პირიქით ზრდის ქოლესტეროლის რაოდენობას. აი აქ უკვე მთავარი თავისებურება არის გასათვალისწინებელი, მთავარი პირობა არის ჩადებული იმაში, რომ ჩვენ ყავა არ ვაქციოთ მავნე საკვების თანხლებად, იმიტომ რომ ხშირად მოიხსენებათ ყავასთან მიირთმევთ ტკბილეულს, საკმაოდ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნამცხვებს, კექსებს და ასე შემდეგ ორცხობილებს და ეს ჩვეულებრივ კოფი ბრეიქებსა და ფუქშეტებზეც ხშირად გინახავთ, რომ როდესაც ყავა მოაქვთ ხოლმე ესეთი პატარა კერძი, თუმცა ტკბილი კერძი რა თქმა უნდა, თუმცა მცირე რაოდენობით ესეთი სნეკის მიღება გარკვეულწილად იცავს კუჭს დატვირთვისაგან და რეკომენდირებულია, იმიტომ რომ უზმო მშიერ კუჭზე ყავის მიღება გარკვეული მაკომპრომეტირებელი ფაქტორი არის კუჭის გარსისთვის. აი ბატონ ზაქარიას ხშირად აქვს ნათქვამი, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს დატვირთული ცხოვრების რეჟიმით და ესე გადარბენაზეა, მათ ხშირად აქვთ ხოლმე ესეთი სადაგზა შეუძლიათ ყავა დალიონ და ასეთ შემთხვევაში უღიზიანდებათ ხოლმე კუჭის ლორწოვანი გარსი და აი ამ შემთხვევაში ესეთი პატარა საკვები ხშირ შემთხვევაში ერთგვარი დამცავი ფარის როლს თამაშობს, თუმცა ყოველთვის არა. ძალიან საინტერესო კითხვა დამისვეს რამდენიმე ხნის წინ. და მინდა რომ ეს კითხვა ეხლა თქვენთანაც გავაჩღერო, კითხვა ჟღერდა ესე, შეიძლება თუ არა ყავის სმა ჩაითვალოს მავნე ჩვევად. ყავა არის გასტრონომიული ფენომენი, საკვები და რა თქმა უნდა, მავნე ჩვევად ყავის სმას ნამდვილად არ ჩავთვლი, მაგრამ თუ დავამატებთ აი ამ ფრაზას ერთ ძალიან საინტერესო სიტყვას, რომელსაც ქვია ჭარბი, მე ვიტყოდი რომ ჭარბი არის სმა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეიძლება მავნე ჩვევასთან გავაიგივოთ, ისევე როგორც ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი რაოდენობით შაქრის მოხმარება, ჭარბი რაოდენობით წარესაკვების რამდენად მავნე ჩვევა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია ის, რომ კორექციას საჭიროებს და ის რაც განმეორებადია, ის რაც ხშირად მეორდება და ადამიანის ქცევასთანაა დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ჩვევა ყალიბდება და დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი, ორმაგი, სამმაგი ხშირად ყავა თან დღეში განუსაზღვრელი რაოდენობით მიღება, რა თქმა უნდა, მავნე ჩვევას წარმოადგენს და მისი აუცილებლად კორექცია საჭირო არის. ყავა არ არის არც სუპერსასმელი და არც მავნე ჩვევა თავისთავად. ყავა შეიძლება გავხადოთ მავნე ჩვევა მხოლოდ მაშინ, თუ მასთან გვექნება გარკვეული არასწორი დამოკიდებულება და მეტი არაფერი. და ძალიან საინტერესო ფენომენი კიდე როგორ უნდა მივთვათ ყავა. ეხლა მე ყოველთვის ვrჩევ ჩემ მომხმარებლებს, მე ვიცი რომ ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს ძიანი ყავები, 1000 გვარი კაპუჩინო, ლატე, რა ვიცი, ბევრი სხვადასხვა სახეობები გვაქვს ყავების. მე ყოველთვის ვrჩევ ხოლმე რომ ეხლა შეიძლება კომერციულად ამ ბრენდების წარმომადგენლები გამიბრაზდნენ, ამიტომ სახელებს არ დავასახელებ და არც რეკლამაში მინდა ჩამომერთვას. მე ყოველთვის ვrჩევ ხოლმე რომ ასეთი ყავა მომზადოთ თვითონ და არ ენდოთ იმ ფხვნილებს, რომლებიც დღეს ბაზარზე ძალიან ფართოდაა გავრცელებული. საქმე იმაშია, რომ მათი შემადგენლობა რო წაიკითხოთ, იმიტომ რომ ძის ფხვნილი მალფუჭებად პროდუქტებში გადის, ემულგატორების და სხვადასხვა შემავსებლებით არის სავსე, თუმცა ძალიან კარგად აქვთ დოზირება გაკეთებული. ერთი კოზი ყავა, ერთი კოზი ძის ფხვნილი, ერთი კოზი შაქარი დაუშვა და შეგიძლია გახსნათ მარტივად მიირთვათ, მაგრამ ასეთი ყავა ნამდვილად არ არის ჯანმრთელობისათვის კარგი და ზოგადად, როდესაც ძიანი ყავის მოყვარულები ბრძანდებით, აი აპარატურულ ყავებში თქვენ თვითონაც ნახავთ და მიხვდებით, რომელი უფრო კარგი აპარატია. ხშირად შეესწრებით ფაქტს, როგორ სუფთავდება, როგორ იხსხმება სხვადასხვა ყავა, მათ შორის ულაქტოზოც. შესაბამისად, ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ რძიანი ყავა დალიონ, ოღონდ იმ რძით, რომელიც რა თქმა უნდა ლაქტოზას არ შეიცავს. და მე ვიტყოდი, რომ კი ბატონო, დალიეთ რაზეა ლაპარაკი, ოღონდ გაითვალისწინეთ იმაზე, რომ აი ეს ფხვნილებში მარკეტინგულად შეფუთული, გამზადებული მზა ყავა ძალიან ხშირად ცუდი შემადგენლობისა და აქ ერთი ოქროს წესი არსებობს, ეტიკეტირებაზე შეიძლება წავიკითხოთ შემადგენელი კომპონენტები და თუ იქ ნახავთ, რომ
თავისუფლება არ არის რაღაცა მძიმე დატვირთული და ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე ინგრედიენტები, მაშინ რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიირთვათ. კარგი ყავა არის ბიოაქტიური კომპოზიცია, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე, განისაზღვრება სამი ძირითადი ფაქტორით, მაინც ეს არის პირველი მარცვლის ხარისხი, დამუშავების ტექნოლოგია და მომზადების თავისებურება. ჩვენ შეგვიძლია არასწორი მომზადებით ნებისმიერი კარგი ყავა ვაქციოთ ცუდ პროდუქტად და ასევე შეგვიძლია არასწორი დამუშავებით ან მოხალვით ან დეაერიზაციით ნებისმიერი კარგი ყავის მარცვალი გადაიქცეს ცუდ პროდუქტად. აი ზუსტად ამ მომენტში არის ერთი ძალიან საინტერესო ფენომენი დასაჭირი, როდესაც ჩვენ ხედავთ მარცვლოვან ყავას, რომელსაც ჩვენ თვალწინ ვქვავენ, იქ პრაქტიკულად შეუძლებელია ფალსიფიცირების ან ცუდი ნაირების დამატება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვყიდულობთ მზად დაფრკულ ყავას, ძალიან ხშირად ცნობილი ბრენდების უკანაც კი დგას ძალიან ბევრი შემავსებელი დანამატი ინგრედიენტები, რომლებიც ჯობია რომ მცირე რაოდენობით მივიღოთ ან საერთოდაც ამოიღოთ მენიუდან. ამიტომაც იყო ესეთი ოქროს წესი, კარგი ყავა ჩვენ წინ იფრქვება, ჩვენ წინ მზადდება და მივირთმევთ ასე. და დღეს ეს ტრადიცია ბევრ ოჯახში ადგენილია, იმიტომ რომ ძალიან კარგი აპარატებია შემოსული და ეს ძალიან საინტერესოა. მეორე საინტერესო ფენომენი, რაც ყავას ასევე აქვს. ეს არის ის მომენტი, რომელიც დაკავშირებული არის ყავის არომატულ თვისებებთან, თქვენ როდესაც ელიტარულ, ასე ვთქვათ, პარფუმერულ მაღაზიებში შედიხართ, ხშირად გინახავთ ხოლმე, რომ ყავის მარცვლები აქვთ ფინჯანში, რომელიც ერთი არომატიდან მეორეს დატესტვაზე, როდესაც გადავდივართ, ხშირად კონსულტანტი გთავაზობთ, იმიტომ რომ ეს ვენტილაცია მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, სუნელის და შემდგომ მომდევნო სუნი ადვილად აღვიქვათ. ესე იგი, ყავის სუნელს ესეთი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი როლი ჰქონია და მართლაც არის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ჩატარებული ყავის არომატზე. დღესდღეობით ამას კარგად იყენებს მარკეტინგი, კარგად იყენებს, ასე ვთქვათ, სარეკლამო ინდუსტრია და როდესაც ჩვენ შევდივართ დიდ მოლებში, ცენტრებში, სადაც უნდათ რომ კეთილგანწყობილი გარემოს შთაბეჭდილება დატოვონ, არც მეტი არც ნაკლები ყავის არომატი ტრიალებს ხოლმე, თუმცა ყავა შეიძლება საერთოდაც არ შემოგთავაზონ. და ეს ყავის არომატი ქმნის ესეთ კომფორტულ, მშვიდ და სასიამოვნო გარემოს. ფინჯან ყავასთან არის ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა, მეტაბოლური ბალანსის დამცველია ყავა, ხშირად სწორად მირთმეული ყავა დღიურად ერთი კიქის რაოდენობით მით უმეტეს იცავს ჩვენ ორგანიზმს აი ამ ჭარბი მეტაბოლური შემოტევისგან და ხანდახან შიმშილისგან ყურადღებაც კი გადააქვს და ჩვენ შეიძლება იმ მომენტში რაღაც საკვები მიგვეღო, მაგრამ ფინჯანმა ყავმა ის განგვიტვირთვა. პრაქტიკულად 0 კილოკალორია, პრაქტიკულად ვამბობ იმას, იმიტომ რომ ყავასაც აქვს გარკვეული ცხიმები, თუმცა არსებობს ეგრეთ წოდებული ფილტრიანი ყავები, სადაც ფილტრზე შეიძლება ნახოთ კიდეც ყავის ცხიმის ფრაქცია, ყავის ცხიმი საკმაოდ ისეთი საინტერესო ნივთიერებაა და იგი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და პარფიუმერულ ინდუსტრიაში ძალიან ფართოდ და ასევე შეიძლება გქონდეს დანამატის სახით სხვადასხვა ქოქოსისეთიც არის სხვათა შორის ხშირად დამატებული და სხვადასხვა ცხიმიანობა, რომელიც მე კიდევ ერთხელ გიმეორებ არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, ნამდვილ ყავაში იყოს. ანტიოქსიდანტური ცივი სასმელია ასევე ძალიან სასიამოვნო და ჩვენ უფრო მეტად ახალგაზრდებს უყვართ, ეს არის ცივი ყავა, დაბალი მჟავიანობის მაღალი პოლიფენური დატვირთვის, პოლიფენურულ დატვირთვას კიდე აძლიერებს ის, რომ შესაძლებელია მასში იყოს დარიჩინი, კურკუმა ჩამატებული, ასევე ჯანჯაფილი და ეს არომატები მას დაუვიწყარ-გემოს აძლევენ. ცივი ყავაც ასევე ძალიან საინტერესო სასმელია, ძალიან აქტიურად გამოიყენება კოქტეილებში. ახალგაზრდებს უყვართ და ზღვის სეზონზე ეს ერთ-ერთი ისეთი საყვარელი პროდუქტია. თუმცა არსებობს კიდევ უფრო მძიმე, ასე ვთქვათ, ყავის მოყვარულების საყვარელი სასმელი თურქულ ბერძნული არაფილტრირებული ყავის სახით და აი აქ ამ ყავის მომზადების დროს მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ ეს სასმელი უფრო დახვეწილია, უფრო ნუტრიციოლოგიურად უფრო სრულფასოვანი, მაგრამ უფრო ფრთხილი და სალევი, ამიტომაც საჭირო არის აი ეგ დოზირების დაცვა. მე ერთჯერადად არ ურჩევდი, რომ დაელიათ ძალიან დიდი აი ესეთი თემა სხვათა შორის აქტუალური იყო წლების წინაც, საუკუნეების წინაც, არის ესეთი მითი, რომ ვოლტერს დაახლოებით 20-25 ზოგან 35 ჭიქა ყავა უყვარდა დალევაზე, თითო დალევაზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამხელა იყო მაშინდელი ყავის ფინჯანი და რამდენს ასხამდა შიგ ყავას, დაახლოებით ეხლანდელი რაც იცით თუ არა ერთ საინტერესოა, თუ ახალგაზრდები მისმენთ, შეიძლება არც გახსოვთ რა არის სათითე, სათითი ისეთი პატარა ერთი ბეწო ინსტრუმენტი იყო, როდესაც ხელით კერავდნენ ადამიანები მას იყენებდნენ და სათითის ზომის იყო პატარა ფაიფურის ჭიქები, ანტიკვარების მოყვარული ადამიანები, ვინც ბრძანდებით, ნანახი გექნებათ მე-18-მე-19 საუკუნის ყავის ჭიქები, ესეთი ძალიან პაწაწინა ზომის არის და არ გეგონოთ, რომ ყავა არ იყო ქართული ფენომენი. კი, საქართველოშიც ისევე როგორც მთელი მსოფლიოდან, მსოფლიოში ყავა, რა თქმა უნდა,
ადგილობრივი პროდუქტი არ იყო, მაგრამ ჩვენი სალონები და მე-19 საუკუნის საქართველო ძალიან გალამაზებული იყო ამ სალონური შეხვედრებით, ხშირად მასპინძლობას უწევდა ყავისა და რა თქმა უნდა ჩაის ფონზე. იქ იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები, ამიტომაც ყავა კულტუროლოგიური ფენომენიცაა, არა მარტო გასტრონომიული და ძალიან საინტერესო, იმდენად საინტერესო, რომ ყავისადმი მიძღვნილი არის ნაწარმოებებიც კი. მე აქ მარტო ბახზე და ყავის კანტატაზე არ ვსაუბრობ, ყავა ბევრ ფილმშიც, ბევრ ასე ვთქვათ, საკვანძო ნაწარმოების სცენაშიც გამოყენებული არის, როგორც დიალოგისა და ურთიერთობის რაღაცა სიმბოლო. და ეს ყავის ღირებულებას, რა თქმა უნდა, პირიქით ზრდის ყველანაირად. კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი, რაც მე შაქარზე და ყავაზე ნახე ისეთი კითხვა, საქმე იმაშია, რომ ყავა გამოიყენება ასევე რიტუალურ სასმელად. არსებობს ნათელხილისა და მკითხაობის მეთოდოლოგია, რომელსაც ყავა უყვარს როგორც მომავლის საწინასწარმეტყველო საშუალება. აქ არაფერი უცნაური არ არის სხვათა შორის, ექიმურად და მედიცინურადაც რომ ავხსნათ, ეს არის გარდა იმ ეზოთერიული თემისა, რომელთანაც მე ხა არც ვაპირებ სიღრმეებში ჩასვლას და არც ვიცი, რა თქმა უნდა, ყავას აქ უნარი საოცრად ლამაზად დახატოს ფიგურები. რაც არ აქვს არც სხვა სასმელს სხვათა შორის, ესე გამოხატული, იმიტომ რომ ნალექიან ყავაზე საუბარი, მას აქვს ფრაქცია წვრილად და დაფხვილი ყავის, რომელსაც შეუძლია ესეთი ნახატები განათავსოს ჭიქის ფსკერზე. უკვე დანარჩენი ყველაფერი არის ნათელმხილველის თუ ასე ვთქვათ, მკითხავის ფანტაზია, მისი ნიჭი, მისი ხილვისუნარი მიამსგავსოს სხვადასხვა ფიგურებს. აი, აქ უკვე, რა თქმა უნდა, ეზოთერიკაში გადავდივართ, მაგრამ მანამდე მე ვიტყოდი, რომ ყავა შესანიშნავად ხატავს ნახატებს და დანარჩენი ფანტაზია, ეს ფანტაზიაც სუფთა სამედიცინო ფენომენია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ერთნაირი კრეატიული გონება არ აქვს და იმსგავსების უნარიც ერთი და იგივე ჭიქაში რომ ჩავიხედოთ ჩვენ ყველა, ვინც ახლა ამ გადაცემას უსმენთ, ყველა სხვადასხვა აზრი გვექნება. მაგრამ ეს ყავას არ ართმევს თავის ასე ვთქვათ ღირებულებას, აღმოსავლურ კულტურაში დღემდე არსებობს, დღემდე ახლო აღმოსავლეთში შეიძლება იმოგზაურო და ნახოთ ასეთი ყავახანები, სპეციალური სასმელი ადგილები, სადაც ერთი ქალბატონი მოგიჯდებათ და მომავლის წინასწარმეტყველებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენს ნუტრიციოლოგიურ კომპეტენციას ხდება, მაგრამ აი უკვე ივადება ერთი კითხვა, როგორი ყავა უნდა დავლიოთ. მაშინ, როდესაც ეს ნახატები ჩდება და ნამდვილი ყავისტები ყოველთვის ამბობენ, რომ ყავა უშაქროთ უნდა დაილიოს, იმიტომ რომ თუ შაქარი დავამატეთ, ყავა ხდება ტკბილი შოკოლადისებური სასმელი და მისი საგემოვნო თვისებები იკარგება. მართალია, გეთანხმებით, მაგრამ ტკბილ ყავას აქვს კიდევ ერთი თავისებურება. ტკბილი ყავის დალევა უფრო დიდი რაოდენობით შეუძლიათ ადამიანებს, არა ყავის მოყვარულ ადამიანებს, თუმცა ყავის მოყვარული ადამიანები ხშირად ტკბილ ყავას საერთოდ არ აგემოვნებენ და ერთი ყლუპის მერე შეიძლება შეწყვიტოს, მაგრამ თუ ჩვეულებრივ ადამიანს გავასინჯებთ ვისაც ყავასთან ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, მას ტკბილი ყავის დალევა უფრო შეუძლია, იმიტომ რომ სითბო ერთგვარად ნიველირებას უკეთებს ყავის სიმძაფრეს. და აი მოტყუებით შეიძლება რომ ადამიანმა საკმაოდ დიდი რაოდენობით ყავა შემოილიოს. დალიოს ასე ვთქვათ, ხო? ყავა არის მსოფლიოს კულტურის ფენომენი, კომუნიკაციის, ურთიერთობის, დიალოგის, აგერ ჩვენ კიდე ეზოთერიული ფენომენებიც ვახსენეთ საშუალება, ამიტომაც მას განსაკუთრებული როლი უკავია და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კიდევ ისევე როგორც სამედიცინო კუთხიდან მინდა ვთქვა, ყავას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენ ვთქვით, რომ ყავა მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ადამიანებს კონტაქტების დაკავშირებაში, ურთიერთობაში, საუბრის დაწყებაში და ასე ვთქვათ, გახსნაშიც ეხმარება. და ეს არის არა მისტიკური, არამედ მედიცინის თემა, იმიტომ რომ როდესაც საუბარი იწყება ორ ადამიანს შორის, ყავა იძლევა განზოგადების, ფანტაზიის განვითარების, საუბრის სხვა რანგში გადადის ტვინი და აზროვნება და შესაბამისად ყავასთან უფრო გახსნილი დიალოგია ხოლმე ხშირად, უფრო ზუსტი, უფრო ფართო მრავლისმცველი, მრავლისმომცველი და შესაბამისად მოლაპარაკებებიც ხშირად უფრო კარგად წარიმართება ყავის ფონზე. ყველა ქვეყანაში არსებობს გარკვეული, ყველაში თუ არა, ბევრ ქვეყანაში მაინც ყავისმის სოციალური ტრადიცია, მაგალითად იტალიური ესპრესო ხშირად მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი სოციალური შეჩერებაა დღის განმავლობაში და ესეთ დროს შეჩერებიან და ეგრეთ წოდებული დაპაუზდება თითქოს ორი ადამიანის ურთიერთობა, მიუძღვნიან ისინი ყავას და შემდგომ ესეთი პრინციპიც არსებობს, ხო, ევროპული კაფეები, შესაძაც თქვენ ევროპაში მოგზაურობთ, ნახავთ ხოლმე რომ ქუჩის პირას არის ძალიან ლამაზად გაკეთებული პატარა მე ვიტყოდი ასე საუკუნის ნოსტალგიის კაფეები, სადაც შეგიძლიათ დაждეთ ფინჯან ყავასთან
თუ საფრანგეთში ხართ კრუასანთან, ან თუ იტალიაში დავშეთ ტირამისუსთან ერთად, შეგიძლიათ ისაუბროთ, თქვენი შთაბეჭდილებები მოყვა და მე დაუვიწყარი ემოციები წამოიღო და ყოველთვის ფინჯანი ყავის დალევის დროს გაგახსენდებათ ეს კარგი შთაბეჭდილება. ერთგვარი ფიქსაცია ხდება. ერთგვარი ფიკა ქვია ამას, ყავის პაუზა, ყავის შესვენება, რომელიც ძალიან უხდება ჩვენ დაძაბულ ცხოვრების რეჟიმს. მე აქ ვიტყოდი, რომ ყავა ჩემთვის ამ შემთხვევაში მარტო ნუტრიციოლოგიური ფენომენი ინგაგებით არ არის, რომ მას რა შემადგენლობა აქვს, არამედ ერთგვარი განმოხტვის საშუალება. რომელი ყავები გვყავს, ასე ვთქვათ, ყველაზე მოდური და ყველაზე აქტიური მოხმარების ფაზაში საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ყავა არის, რა თქმა უნდა, თურქულ ბერძნულ ყავასთან ერთად ხსნადი ყავები, მათ შორის ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ამერიკანო, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ, კაპუჩინო, რომელიც ასევე მე არის რედაი და ბლეკაი, რომელიც ჩვენთან ცოტა უფრო ნაკლებად უყვართ, როგორც ვაკვირდები, კაპუჩინო უფრო ინტენსიურად გამოიყენება რძიანი ყავებიდან, ლატე, რომელიც ასევე ძალიან მოწონთ და დღესდღეობით შესაძლებელია ულაქტოზო სახეობითაც დავალევინოთ ადამიანს, ან ნუშის რძითაც შეიძლება გაკეთდეს, ასევე ულაქტოზოა, ნუშის რძა და შესანიშნავი ალტერნატივაა. მოკა, მაკიატო, აი აფოგატო დღესდღეობით ახალი ისინი მოკლე სტრაფიკობის ობიექტები, ასე ვთქვათ, ძალიან სტრაფი მომზადების ყავებსაც გვთავაზობენ. კარამელით დამატებული ყავები შეიძლება მიიღოთ, შოკოლადით დამატებული ყავები, შოკოლად დამატებული ყავები, ანუ რომლებიც ყავასა და შოკოლადის ერთგვარ ტანდემს წარმოადგენს და სხვადასხვა ქაფით, ნაღებით გაფორმებული, გაწყობილი ყავა და ყავა შეიძლება გახდეს ასევე ინგრედიენტი თავად შოკოლადებისა და ნამცხვების წარმოებაში. აქ უკვე ყავის ის ფრაქცია არის წამყვანი და ალკოჰოლურ სასმელებში სხვათა შორის, რომელიც განაპირობებს ყავის საგემოვნო თვისებებს და როდესაც ჩვენ ყიდულობთ ხოლმე მაგალითად დონატს იქნება თუ სხვა ორცხობილას და კითხვას გვისვამენ შოკოლადის გემოთი გვინდა თუ კარამელის თუ ყავის, იმ პროდუქტის მიღების დროს ეს შთაბეჭდილება მოდის, რომ ჩვენ ყავა დავლიეთ, რატომ? იმიტომ რომ მასში ანუ გამოყოფილია ყავის ეს აქტიური ფრაქციები, რომლებიც აი ამ საგემოვნო თვისებებს იძლევიან. ყავაზე დაუსრულებლად შეიძლება ვილაპარაკოთ, ისევე როგორც ნუტრიციოლოგიურ ფენომენზე, ასევე როგორც კულტურულ ფენომენზე. დღეს საქართველოს უკვე ქართულ რეალობაში გახდა ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და რომლებიც სხვადასხვა ლეგენდის მიხედვით თხებმა გაგვაცნეს, გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე დგებოდნენ და კარგად კონტროლშობდნენ და მიაქციეს ამას ყურადღება, ეს ერთ-ერთი ლეგენდაა. მაგრამ საქართველოს უკვე ყავის მის კულტურასაც აყალიბებს და როდესაც ჩვენ ზღვისპირას მივდივართ სამოგზაუროდ საქართველოში, ხო, აჭარის რეგიონში, ჩვენი გვიწევ განსაკუთრებული ყავის მოდუღების ტექნოლოგია. ეს არის გასტრონომია, ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად აი ამ კულტურული ფენომენების გაცვლის ხარჯზე გაიზარდა ცივილიზაცია, ყველა ცივილიზაცია თავის კვალს ტოვებს და მე სხვა ცივილიზაცია მას ირგებს და თავისებურად ავითარებს და სხვათა შორის აი ყავაზეც ქართველებს დაგვემართა ესეთ საინტერესო ფენომენი, რომ მოვირგეთ და ჩვენებური ყავის ფენომენი ჩამოვაყალიბეთ და ყავის მის კულტურა. ჩვენთვის ყავა არის პირველ რიგში მეგობრებთან, სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ აი ამ სასიამოვნო გადაცემისთვის. მე ხა სხვაგან წავედი. აგერ სტუდიაში ჩემთან ერთად ის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთან ერთადაც გადაცემის ბოლოს მინდა რომ ყავა დავლიო, ძალიან ბევრი სასაუბრო გვაქვს, არაჩვეულებრივ ქალბატონთან ვარ და მე ვიცი რომ დღეს განსაკუთრებული ყავა გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გასტროენტეროლოგიური კლინიკის თანამშრომლები ვართ და ვიცით კარგად რომ მითი იმის შესახებ რომ ყავა მავნე პროდუქტია, რა თქმა უნდა დღეს დავამსხვრიეთ, ყავა არ არის მავნე, თუ მას მიიღებს ზომიერად, დოზირებულად და იმ შემთხვევაში თუ ბატონი ზაქარია გიგზავნათ ყავის დალევას, ეს ეპიზოდია კურნალობის ფონზე თქვენი გასტროენტეროლოგიური პრობლემები მოგვარდება და ყავის რეინტროდუქცია მოხდება, ანუ გარკვეული დროის შემდგომ ჩართვა მენიუში, დოზირებულად, ზომიერად და რა თქმა უნდა ხარისხიანი ყავის. მაგრამ კიდე ერთი თავისებურება მინდა გითხრათ, ცოტა ხნის წინ ერთ ცნობილ მწერალთან წავიკითხე, რომ კარგი ყავა მარტო ის ყავა არ არის, რომელიც კარგი მარცვლისგან მიიღება, კარგი ყავა კარგ ადამიანთან ერთად ისმება და გისურვებთ ყოველთვის, რომ თქვენს გვერდით ისეთი ადამიანები ყოფილიყვნენ, ვისთან ერთადაც ყავის გაზიარება გაგიხარდებათ. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ მოგწერეთ თქვენი კითხვები. ჩვენი Facebook გვერდი ყოველთვის მზად არის, რომ გიპასუხოთ დაუყოვნებლივ ან მოაგროვოს და შემდგომ გადაცემებში გაგცეთ პასუხი. და მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, რომ მე
ფაქტურად თქვენი პირადი ნუტრიციოლოგი ვარ, მე შემიძლია გაგიწიოთ დახმარება ცხოვრების ყველა ეტაპზე. საქმე იმაშია, რომ ნუტრიციოლოგია მარტო ჭარბწინასთან ბრძოლა არ არის და საერთოდაც ნუტრიციოლოგია ბევრად უფრო დიდ ცნებას წარმოადგენს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ფუნდამენტი და უამრავი დაავადება, მათ შორის დაწყებული ალერგიული მოვლენებიდან დამთავრებული გასტროენტეროლოგიური, სწორედ ნუტრიციოლოგიურ კორექციას მოითხოვს. მე თქვენი პირადი ნუტრიციოლოგი ვიქნები მანამ, სანამ თქვენი გამოჯანმრთელება სრული არ იქნება, ამიტომაც შეგვეხმიანეთ, მოგწერეთ, მე ყოველთვის თქვენ სამსახურში მიიგულეთ. მინდა გითხრათ კიდევ, რომ ჩემთან კონსულტაციაზე მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, ტელეფონის ნომრები მითითებული იქნება შესაბამისად ბმულში და აუცილებლად შეგვეხმიანეთ, რომ წინასწარი დრო დავგეგმოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის გუნდი, მულტიპროფილური გუნდი ვართ, გასტროენტეროლოგიური ქიათორე ყველა სხვა სპეციალობის ექიმებიც, ვინც ჩვენ გუნდში არიან, სათანადო სფეროში დაგიწერენ დახმარებას, ამისათვის მოგწერეთ, დარეკეთ კლინიკაში, მითითებულ ნომრებზე, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და კიდევ ერთი იმ ადამიანებთან ერთად გაგეტარებინოთ ცხოვრება და ყველაზე ლამაზი დღეები, ვინც ღირს იმათ, რომ მათთან ერთად ყავა დალიოთ.